1905 წლიდან 1887 წელს რუსეთში დაიბადა ნიკოლაი ვავილოვი, რომელიც ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება და რომელთანაც ვალშია მთელი დედამიწა მისი ღვაწლისა და განვლილი გზის გამო. რუსეთშიც იბადება კარგი ხალხი, თუმცა როგორც ჩანს, ცოტა იშვიათად. ნიკოლაი ვავილოვი იყო ადამიანი, რომლის ოცნებაც იყო მეცნიერების ძალით დაემარცხებინა შიმშილი მთელ მსოფლიოში. აღფრთოვანებული იყო გენეტიკით, გრეგორ მენდელის გამოთვლებით და მიგნებებით. ამბობდა, რომ მიწათმოქმედები უბრალოდ მსუქან საქონელს აჯვარებენ ერთმანეთს და მსხვილ ნაყოფს, თესლებს რგავენ. რაც ერთი შეხედვით ლოგიკურია, თუმცა სინამდვილეში რულეტკის თამაშს გავს, იმიტომ რომ ვიზუალით არჩევ და შიგნიდან არ იცი. როცა შეგიძლია მათემატიკური სიზუსტით გამოთვალო და 100%-იანი შედეგი მიიღო. ეს იყო ვავილოვის ხედვა მიწათმოქმედების განვითარებაზე. ახლა ვნახოთ რა ხდება რუსეთში. რუსეთში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ისევ შიმშილია და ისევ 1000 უბედურება. კომუნისტების მოსვლამდე რუსეთში ხომ სულ შიმშილები იყო და სულ ხომ იხოცებოდნენ. მესამედიც კი გაწყვეტილან ისეთი შიმშილობა ქონიათ. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ კომუნისტების მოსვლის შემდეგ კიდევ რა შიმშილობები ექნება. ეს ამდენი შიმშილი ვავილოვს აიძულებდა, რომ მეცნიერების ხარჯზე დაეძლია შიმშილი თავის ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოშიც. თან მენდელის ნამუშევრები უკვე იძლეოდა ამ მიზნამდე ლოგიკურად მისვლის საშუალებას. ვავილოვს არ შეეძლო ნაყოფის თესლის ასე ზუსტად გაშიფრვა, მაგრამ იმას ხვდებოდა, რომ ყველა ნაყოფი და მასში ჩაწერილი კოდი არის უნიკალური. ამიტომ მან წარმოიდგინა მსოფლიოს თესლის ბანკი რომ არსებობდეს, რა კარგი იქნებოდა, რადგან ყველაფერს ერთმანეთს შეადარებდა და უფრო მარტივად გაიღრმავებდა ცოდნას. ასეთი თესლის ბანკი არ არსებობდა, ამიტომ თვითონ დაიწყო ამის შექმნა. და დაიწყო მოგზაურობა ძველი მიწათმოქმედური კულტურების კერებში და რეგიონებში. ნახეთ კარგად რომ გაიგოთ რა შვებოდა. ცდილობდა იპოვნა მცენარეების პირველყოფილი სახეები. პირველყოფილ სახეობას თუ იპოვნიდა, ახალი სახეობა ხომ ექნებოდა. ძველს და ახალს თუ დააკვირდებოდა, მიხვდებოდა რომ ამ ძველიდან ამ ახალ სახეობამდე როგორ განიცადა ევოლუცია და როგორ მოვიდა. თუ ამ გზას დააკვირდებოდა, როგორ მოვიდა ეს ძველი სახეობა ახალ სახეობამდე, ეს ყველაფერი მოგცემდა ცოდნას, რომ შემდეგ გენეტიკის საშუალებით გაგვეხადა მისი ნაყოფი უკეთესი, უმჯობესი და კაცობრიობისთვის სასარგებლო. მაგალითად, ხორვალი თუ გავიგეთ, როგორ მოვიდა პირველყოფილი სახეობიდან ამ სახეობამდე, რომელიც ახლა გვაქვს, რომელიც ახლა მაშინ ვავილოვს ჰქონდა. ამ გზის დაკვირვებით შეგვიძლია გავიგოთ, მომავალში კიდე საით უნდა გავუშვათ, ან როგორ გავუშვათ და საით განმოვითაროთ. თუ ეს გამოუვიდოდა, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა მცენარის ნაყოფს უკეთესად გაეძლო მწერებისთვის, ობისთვის, სხვადასხვა დაავადებებისთვის, რომელიც ემართებოდა თხოვნად და როგორ მოესხათ უფრო დიდი ჯანსაღი და ნოყიერი პროდუქტი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა. ვავილოვი იყო პირველი მეცნიერი, რომელიც რუკების და ყველანაირი ინფორმაციის გარეშე გაემგზავრა ავღანეთის ტყეებში, ავღანეთის მთიან რეგიონში, რომ ეპოვნა ეს ძველი მცენარეები. ძველი ჯიშები იქ კარგად მოიპოვებოდა. ჯამში მოგზაურა 5 კონტინენტზე, კავკასიაშიც იყო და 60-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. ასევე ყავდა ძალიან ძლიერი გენიოსების გუნდი, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა მცენარის ცოდნის პროფესიონალები, მაგალითად ბრინჯის, ბარდის და ასე შემდეგ. თვითონ უშუალოდ საქართველოში არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე ექსპედიცია მისი გუნდის წევრებს ჰქონდათ საქართველოში.